საქართველოს პრეზიდენტი ბატონი გიორგი მარგველაშვილი. Kolegebo, ჩვენ საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტს გვაქვს პატივი ძალიან მოკლე პერიოდში, 1 წლის განმავლობაში მესამედ უმასპინძლოთ საქართველოს პრეზიდენტს, მოხარული ვართ ამისთვის. დიდი მადლობა, ბატონო პრეზიდენტო, რომ გამოთქვით სურვილი მიმართოთ საქართველოს პარლამენტს. ჩვენ, რა თქმა უნდა, დიდი ყურადღებით ვაპირებთ მოგისმინოთ და გავაკეთოთ სათანადო დასკვნები, მოსაზრებები თქვენს მოხსენებასთან დაკავშირებით. საქართველოს პარლამენტისთვის მიმართვისთვის სიტყვა ეძლევა საქართველოს პრეზიდენტს ბატონ გიორგი მარგველაშვილს. ხოთ ბატონო გიორგი. უსმენთ საქართველოს პრეზიდენტს. მოგესალმებით. მიესალმები საქართველოს პარლამენტს და პატივისცემას გამოვხატავ თქვენს მიმართ. მე პატივისცემ თქვენს მოსაზრებებს, თქვენს პოლიტიკურ შეხედულებებს, რადგანაც თქვენ ხართ ჩემი სამშობლოს მოქალაქეთა განხორციელებული დემოკრატიული ნება. ამასთან მე არ მოვსულა პარლამენტში ერთი რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან სასაუბროდ. არამედ მთლიანად საქართველოს უზენაეს საკანონმდებლო ორგანოსთან მინდა საკითხები განვიხილო. მე მოვედი საქართველოს მთელი მოსახლეობის მანდატით, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის სახელით, რომ ქართველი ხალხის წარმომადგენლებს გაგიზიაროთ ჩემი ხედვა ბოლო დროს განვითარებულ პროცესებზე. კონსტიტუციურად პარლამენტის როგორც ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულების გამსხვალებული ორგანოს ფუნქცია გადამწყვეტია. თქვენ არა მხოლოდ განსაზღვრავთ ქვეყნის განვითარების ძირითად მიმართულებებს, არამედ აკონტროლებთ აღმასრულებელ ხელისუფლების საქმიანობას, პრემიერ-მინისტრი ყოველწლიურად წარმოგიდგენთ ანგარიშს სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ და თქვენ აფასებთ მთავრობის საქმიანობას და აკეთებთ სათანადო დასკვნებს. საქართველოს პარლამენტის კონტროლის გაძლიერების მნიშვნელობა ხაზგასმულია ევროკავშირის შეფასებითი მისიის ანგარიშშიც. სწორედ ამიტომ ერთი თვის წინ, როდესაც ჩვენს წინაშე დადგა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ანექსიის საშიშროება, მე მოგმართეთ სწორედ თქვენ ამ უმნიშვნელოვან საკითხზე პოზიციის ჩამოსაყალიბებლად. და ახლაც, როდესაც პოლიტიკური ვითარება დაიძაბა, როგორც პარლამენტში, ასევე მთავრობაში და კრიზისულმა მოვლენებამ მართლ კოალიციაში გამოიწვია 3 მინისტრის გათავისუფლება და გადადგომა და პოლიტიკურ ძალთა ახალი კონფიგურაციის შექმნა, მე ბუნებრივად მოგმართავ ჩვენი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს. იმ ფაქტმა, რომ სამივე აწუხე ყოფილ მინისტრს საკვანძო მიმართულებები ებარა, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით გამოიწვია კითხვები, შინ თუ გარეთ, იმის თაობაზე, თუ რამდენად ეფექტიანად გაგრძელდება საქართველოს ევროპული ტიპის სახელმწიფოს ევროპის ნაწილად ჩამოყალიბება. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ დღეს, ისე როგორც არასდროს 2012 წლის ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ აუცილებელია ამ კურსის კონსოლიდაცია, მისთვის ახალი იმპულსების მინიჭება და მისი შეუქცევადობის დადასტურება. სწორედ ამასთან დაკავშირებით
სწორედ ამასთან დაკავშირებით სულს მივაპყრო პარლამენტისა და საზოგადოების ყურადღება შემდეგ გარემოებებს. პირველ ყოვლისა, პოლიტიკურ პროცესთა მიზეზი უფრო ღრმა, ვიდრე ერთი პოლიტიკური ჯგუფის თავისუფალი დემოკრატების შეუთავსებელობა მმართველი კოალიციის დღის წესრიგთან. ამ პოლიტიკური პროცესების მიზეზი არის ის, რაც მე არაერთხელ მithქვამს ბოლო ერთი წლის მანძილზე და მდგომარეობს ჩვენ სახელმწიფოში ინსტიტუციური მართვის ნაკლებობაში. ბოლო ერთი წლის მანძილზე მე არაერთხელ აღმინიშნავს, რომ ინსტიტუტების უპატივცემულობა, დაბალანსებისა და ძალთა გადანაწილების პრინციპების უგულებყოფა სახელმწიფო სისტემას შეუქმნიდა სირთულეებს. ასეც მოხდა. ბოლო დღეებში იყო გაურკვეველი ვისი ემსახურება ინსტიტუტები, საკუთარ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას თუ სახელმწიფოს. რამდენად დაცულია სახელმწიფო საიდუმლოების, გამოძიების მიუკერძოებლობისა ან უწყობათა დეპოლიტიზაციის პრინციპები. შესაბამისად, ჩემთვის ეს კონკრეტული შემთხვევა არის ზოგადი უფრო ფართე პრობლემის სიმპტომი, რომელმაც უნდა გვიბიძგოს სისტემის დახვეწისა და მომავალში ასეთი პრობლემის თავიდან აცილებისკენ. ერთი რამ ნათელია, ვერ მოხერხდება ორი ბატონის მსახურება. ვერ მოვახერხებთ ერთდროულად ევროპული მიზნების დეკლარაციას და ამავე დროს სახელმწიფოს შენებას რაიმე სხვა ყაიდაზე. ამას თუნდაც ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორია გვასწავლის. გავიხსენოთ, სააკაშვილი ხმამაღლა საუბრობდა დასავლურობაზე, მაგრამ მოინდომა რა დასავლეთისგან შორს მდგარი არადემოკრატიული სახელმწიფოს შენება განიცადა კრახი. ახალი ხელისუფლების დემოკრატიული სტანდარტი ბევრად აღემატება ძველს. თუმცა დასავლური ყაიდის ინსტიტუციონალური მმართველობა ჩვენს წინაშე მდგარი რეალური გამოწვევაა და ჩვენ მას თვალი უნდა გაუსწოროთ. უნდა გაუსწოროთ თვალი იმას, რომ ევროპულ სახელმწიფო ჩამოყალიბებას ჩვენი ყველას პრინციპული ძალისხმევა სჭირდება. იმისთვის, რომ შევიდეთ ევროპაში, უნდა გავხდეთ ევროპა. ჩვენი ცხოვრების წესით, ჩვენი დემოკრატიულობით, ჩვენი პლურალიზმით. უნდა ჩამოვაყალიბოთ მართვის დასავლური სისტემა და ჭეშმარიტად სამართლებრივი სახელმწიფო. სახელმწიფო, სადაც სამართლის უზენაესობა არის ხელშეუვალი პრინციპი. სამართლებრივ სახელმწიფოში ყველა თანაბრად უნდა ემორჩილებოდეს კანონს, როგორც ინდივიდი, ისე ხელისუფლების ინსტიტუტები. საჭიროა ხელისუფლების განშტოებათა გამიჯვნა განცალკევების, ურთიერთკონტროლისა და ურთიერთგაწონასწორების გამართულად მოქმედი სისტემის ამუშავება. არ უნდა დაუშვათ სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის ურთიერთქმედების ჩანაცვლება ხელმძღვანელთა შორის პერსონიფიცირებული ურთიერთობებით. გადაწყვეტილების მიღების პროცესში უნდა მოვაქციოთ ფორმალურ გარემოში, რისთვისაც არსებობს კონსტიტუციით გათვალისწინებული ფორმატები. ნათელია, რომ დემოკრატიზაცია და ინსტიტუციონალიზაცია ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საფუძველთა საფუძველია. უნდა განვუქცოთ მოქალაქეებს ის განცდა, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში აღეძრათ. ეს მათი ქვეყანაა. ეს სახელმწიფო მათი სახელმწიფოა და სახელმწიფო ინსტიტუტები მათი კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისთვის არსებობენ და მუშაობენ. და თუ ეს ასეა, თუ ეს ჩვენი თვალთა ხედვაა, მაშინ ხელი უნდა შეუწყოთ სამოქალაქო საზოგადოების მეტ ჩართულობას პოლიტიკური გადაწყვეტილების გააზრება მომზადების პროცესში და სამოქალაქო ინსტიტუტების მონიტორინგის მიღებული გადაწყვეტილების შესრულებაზე. ჩვენ ხელისუფლება ყველა დონეზე ყოველდღიურად უნდა გრძნობდეთ კონტროლს სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან. უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ღია და გამჭვირვალე საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი ვალდებულებაცაა და ჩვენ მისი განხორციელება უნდა უზრუნველყოთ. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენ მივახციეთ სერიოზულ წარმატებებს. ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და მივიღეთ არსებითი პაკეტი ნატოს სამიტზე. ამასობაში ასოცირების ხელშეკრულება, ისევე როგორც ნატოს უელსის სამიტის გადაწყვეტილებები ძალიან კონკრეტულ
დღის წესრიგს განსაზღვრავს ჩვენთვის და ქვეყნის მთავარი გამოწვევაც ამ ამოცანების განხორციელებაშია, რაშიც არა მხოლოდ ცალკეული უწყებები, არამედ ყველა აქტიურად უნდა ჩავერთოთ. შესაბამისად, უპირველეს ყოვლისა მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მეოთხე მუხლით განსაზღვრულ იმ ვალდებულებებზე, რომელიც შიდა სახელმწიფოებრივ რეფორმებს გულისხმობს. ეს გახლავთ დემოკრატიული ინსტიტუტებისა და სამართლის უზენაესობის განმტკიცება, განვითარება და გაზრდა, ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა პატივისცემის ხელშეწყობა, სასამართლო და სამართლებრივი რეფორმების პროგრესი და სასამართლოს სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, სასამართლოს ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერება, სამართალდამცავ ორგანოთა მიუკერძოებლობა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა, საჯარო მმართველობის რეფორმა, ანგარიშვალდებული ეფექტიანი ქმედითი გამჭვირვალე და პროფესიული საჯარო სამსახურის შექმნა, ეფექტიანი ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ. ამ ვალდებულებათა განხორციელება არა მხოლოდ ჩვენი დასავლური ინტეგრაციის საწინდარია, არამედ ევროპული საქართველოს საფუძველი. მის განხორციელებაში ბუნებრივია საქართველოს პარლამენტს განსაკუთრებული როლი ენიჭება. წინა ხელისუფლების დროს საპოლიციო და უშიშროების სამსახურების შერწყმით შინაგან საქმეთა სამინისტროში უშიშროების სტრუქტურების ინკორპორირებით შეიქმნა უპრეცედენტო ძალაუფლების მქონე სტრუქტურა, რომელიც ფაქტობრივად დემოკრატიულ კონტროლს არ ექვემდებარებოდა და გადაიქცა ადამიანის უფლებების მასშტაბური დარღვევის მანქანად. ამიტომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემიდან სახელმწიფო უშიშროების სამსახურების გამოყოფა, ქმედეთი კონტროლის განხორციელება მათ საქმიანობაზე გადაუდებელი აუცილებლობაა და ამ თვალსაზრისით პარლამენტის როლი განსაკუთრებულია. აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი არის მმართველი კოალიციის პროგრამაში. ამასთან განსაკუთრებით უნდა შევჩერდე პროკურატურის რეფორმის საკითხებზე. იმისთვის, რათა ერთხელ და სამუდამოდ მოიხსნას კითხვები პროკურატურის პოლიტიზებასთან დაკავშირებით, განსაზღვრულია მისი ინსტიტუციონალური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. ამისთვის აუცილებელია გაბედული ნაბიჯების გადადგმა და მათ შორის საკანონმდებლო დონეზე. აქვე განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის მნიშვნელობა. ბოლო დროს ჩვენ ყველამ ერთად გადავდით ნაბიჯები ამ მიმართულებით, იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებული რეფორმებით და ასევე თუნდაც უზენაეს სასამართლოში მიუკერძოებელი და კვალიფიციური მოსამართლეების გამწესებით, რისთვისაც მინდა მადლობა მოგახსენოთ. ასოცირების ხელშეკრულებით ვია გათვალისწინებული საჯარო სამსახურის რეფორმის საკითხიც. ინსტიტუციონალიზაციის განმტკიცების გზაზე პროფესიული საჯარო მოხელის საქმიანობას მყარი საფუძველი უნდა დაედოს. კადრების სტაბილურობა არის პროფესიული საჯარო მოხელის ინსტიტუტების ქვაკუთხედი. ხელისუფლების თუ ხელმძღვანელების შეცვლა არ უნდა იწევდეს საჯარო სამსახურიდან კადრების მასობრივ დათხოვნას. საჯარო სამსახურის სწორი კონცეფცია სახელმწიფოებრივი მოწყობის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. მისი განხორციელება მყარ საფუძველს შეუქმნის დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ინსტიტუციურ ფუნქციონირებას. ევროპულ სივრცესთან ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციის კუთხით ასევე მნიშვნელოვანი და აუცილებელია თვითმმართველობის რეფორმის დაუყოვნებლივ ბოლომდე მიყვანა. თვითმმართველი ერთეულებისთვის რეალური ფინანსური და ადმინისტრაციული ბერკეტების გადაცემა. ამ გადაცემითაა შესაძლებელი საქართველოს რეგიონების სოციალ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა. საჭიროა, რომ თვითმმართველობის ორგანოებში და მათ საქმიანობაში თანამდებობის პირთა მხრიდან ჩაურევლობის უზრუნველყოფა, ვისაც ამის კანონიერი უფლება არ გააჩნია. ამასთან მნიშვნელოვანია, როგორც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების, ისე ზოგადად ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა პრიორიტეტული მიმართულების გეგმაზომიერი განხორციელება. მნიშვნელოვანია, რომ რეფორმების დღის წესრიგი უფრო ნათელი იყოს. ამასთან დამეთანხმებით სასურველია, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი
სავაჭრო ხელშეკრულების განხორციელებისთვის ყოველწლიურად დაგეგმილი ქმედებების განსაზღვრა წინ უსწრებდეს იმ პროცესს, რომელსაც თქვენ ახლა ახორციელებთ, ანუ საბიუჯეტო პროცესს. ფაქტიურად, ყველა ამ გამოწვევაზე განსაკუთრებული სიტყვა უნდა თქვას საქართველოს პარლამენტმა. სწორედ ესაა ჩემი, თქვენ და მიმართვის მთავარი მიზანი. პარლამენტს ხელთ აქვს მრავალი მექანიზმი, რომელთა გამოყენებითაც მას შეუძლია ერთის მხრივ გავხდეს ევროინტეგრაციის რეფორმათა ფლაგმანი, ხოლო მეორეს მხრივ მთავრობაზე ეფექტიანი კონტროლის სისტემის განხორციელებით მოახდინოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსის სტაბილურობის გარანტირება. ჩვენ უნდა შევძლოთ და შევქმნათ ისეთი ვითარება, როდესაც ჩვენ და მთელი საზოგადოება მყისიერად არ აღმოჩნდებით იმ რეალობის წინაშე, როდესაც ჩვენივე მთავრობის მინისტრი, რომლის მიერ განხორციელებულმა რეფორმებაც ახალი იმპულსი მისცა სოფლის მეურნეობის განვითარებას, ეჭვმიტანილია კორუფციაში, რაც სხვათა შორის შემდეგ არ მკიცდება და ამას არაფერი არ მოყვება. ხოლო მეორე მინისტრი ნატოს მხრიდან, სწორედაც რომ გამჭვირვალე სისტემის შექმნისთვის აღიარებული, მის უწყებაში მაღალი თანამდებობის პირები, ბრალდებულები იყვნენ მყისიერად კორუფციაში. დანაშაულში. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მთავრობის სტაბილურობა და სწორედაც რომ ეფექტური კონტროლით. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი პოლიტიკოსები დისკრედიტაციისაგან. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ შეშინებულ, უინიციატივო და არაეფექტურ სახელმწიფო სისტემას. ხოლო ამ დაცვის რეალური საშუალება ეფექტური საპარლამენტო კონტროლია, როდესაც პარლამენტს და ესე იგი საზოგადოებას გააჩნია მაქსიმალური ინფორმაცია. იგივე კონტექსტში და განსაკუთრებით ბოლოდროინდელ მოვლენებთან მიმართებაში უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველოს პარლამენტში ეფექტურად ფუნქციონირებდეს დობის ჯგუფი. სწორედ დობის ჯგუფის ბერკეტის ეფექტიანი ამუშავება უზრუნველყოფს უფრო მეტ გამჭვირვალეობას, რაც ასე მნიშვნელოვანია სახელმწიფო ინსტიტუტების დემოკრატიულ ფორმატში ასამოქმედებლად. ასევე საქართველოს პარლამენტის ინსტიტუციური როლის გაძლიერებისთვის უნდა დავასრულოთ კანონების ცალკეული ნორმების ამოქმედების გადავალდების პრაქტიკა. ამის მაგალითებია თუნდაც ფარული მიყურადების, ნაფიც საჭიროთა მონაწილეობით საქმეთა განხილვის, მოწმეთა დაკითხვის წესის, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ვადების გადაწევა. ბუნებრივია, პარლამენტს უფლება აქვს სხვადასხვა გარემოებების გათვალისწინებით შეაჩეროს ან გადაავადოს ნორმატიული აქტების მოქმედება, მაგრამ ეს არ უნდა იღებდეს პერმანენტულ ხასიათს. კანონის მოქმედებისადმი ასეთი დამოკიდებულება უარყოფით აისახება კანონის ავტორიტეტზე და ხელს უწყობს მოქალაქეთა მხრიდან მის მიმართ ნიჰილისტურ დამოკიდებულებას. ამგვარი მიდგომით ეჭვის ქვეშ დგება არა მარტო უფლებების რეალიზაცია, არამედ ამ უფლების არსებობაც კი. აქვე მინდა გითხრათ მადლობა ვეტოს მხარდაჭერისთვის. პარალელურად მინდა ისიც აღვნიშნო, რომ სხვათა შორის პერსონალურ მონაცემთა მაღალ დონეზე დაცვა ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებაა. საქართველოს შეერაღებულ ძალებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. ჩვენი სამხედროები გლობალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებაში თავისი სიცოცხლის რისკით სფასად უაღრესად საპასუხისმგებლო როლს ასრულებენ, როგორც ნატოს, ასევე ევროკავშირის მისიებში. წარმატებული საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მათი როლი ძალიან მაღლა არის შეფასებული. მათი კონტრიბუცია აღიარებულია პარტნიორი ქვეყნების მიერ და მათ დაიმსახურეს უმაღლესი შეფასება როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან. საქართველოს მზადაა მომავალშიც ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი გლობალური უშიშროების განმტკიცებაში და უშიშროების საბჭოზე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ 2015 წლიდან ავღანეთში სამშვიდობო მისიაში ქართველი სამხედროების მონაწილეობა განისაზღვრება 750 ჯარისკაცით.
როგორც აღვნიშნეთ, ნატოს უელსის სამიტზე მიღებულ ღონისძიებათა არსებითი პაკეტი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანად წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს. უეჭველია, რომ ყველა ვეთანხმებით, რომ უელსში მიღწეული გადაწყვეტილებების იმპლემენტაცია დასაჩქარებელია და ეს პროცესი ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის რეჟიმში უნდა გავაგრძელოთ. არაღიარების პოლიტიკის მდგრადობასთან ერთად კაფიოთ უნდა დაფიქსირდეს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ მიმართული ნაბიჯების აქტიური და ერთმნიშვნელოვანი მიუღებლობა. ჩვენი კანონიერი უფლებების ხარდაჭერა ჩვენს უშიშროებაზე რეალური და ქმედითი ზრუნვა. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ გაითვალისწინეთ ჩემი ხედვა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენლობის გაფართოების თაობაზე. ამიერიდან პარლამენტი უშუალოდაა ჩართული ამ კონსტიტუციური ორგანოს საქმიანობაში. საბჭოში საბჭო ინსტიტუციურად უზრუნველყოფს პრეზიდენტის სამუშაო ურთიერთობებს, როგორც მთავრობასთან, ასევე პარლამენტთან. უმაღლესი დონის გადაწყვეტილებების მისაღებად მნიშვნელოვანია პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევა კონსტიტუციის სულისკვეთებიდან გამომდინარე. ამიტომ მნიშვნელოვნად მიმაჩნია ეროვნული უშიშროების საბჭოს ფორმატში სხვა საკითხებთან ერთად რეგულარულად მოხდეს ნატოსთან თანამშრომლობის არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესის განხილვა, რადგანაც პაკეტის წარმატებით განხორციელება გაზრდის ქვეყნის თავდაცვის უნარიანობას, თავსებადობას ნატოსთან და დააჩქარებს ნატოში ქვეყნის გაწევრიანების პროცესს. ერთი თვის წინ ჩემი მიმართვის შემდეგ საქართველოს პარლამენტმა რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულების პროექტი მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ანექსიის მცდელობად შეაფასა. მე როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა ამ განცხადებაზე დაყრდნობით მოვიწვია უშიშროების ხდომა, საბჭოს ხდომა, სადაც შევთანხმდით, რომ კოორდინირებულად ვიმუშავებთ ამ გამოწვევის საპასუხო სტრატეგიაზე. პარალელურად მე ასევე გავააქტიურე ძალისხმევა საერთაშორისო არენაზე ერთის მხრივ არაღიარების პოლიტიკის მდგრადობისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდასაჭერად, მეორეს მხრივ ანექსიის მცდელობის შესაბამისი შეფასების კუთხით. უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული ვიზიტები იაპონიაში, ყირგიზეთსა და ავსტრიაში, შეხვედრები გაეროს და ეუთოს გენერალურ მდივნებთან ემსახურებოდა სწორედ ჩვენი ქვეყნის ყველაზე მტკივნეულ თემას, ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემატიკაზე ყურადღების გამახვილებას. მინდა გითხრათ, რომ ყველა ფორმატში ჩვენ მივიღეთ ძალიან მტკიცე მხარდაჭერა, რაც გამოიხატა როგორც იაპონიასთან ხელმოწერილ ერთობლივ განცხადებაში, ასევე საერთაშორისო ფორუმების დღის წესრიგში საქართველოს თემის გააქტიურებაში. დღეს ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ყველა საერთაშორისო ტრიბუნა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ საქართველოს პრობლემატიკა ინტენსიურად განიხილებოდეს საერთაშორისო დღის წესრიგში. საერთო ძალისხმევათა და ფართო საერთაშორისო ჩართულობით უნდა შევძლოთ რუსეთის პრივილეგირებული ინტერესების სფეროების კონცეპტუალური პარადიგმის ცვლილება. მე მინდა აღვნიშნო, რომ იმაჩნია, რომ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ანექსიის საფრთხის წინაშე ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანები ყველა, როგორც პოლიტიკოსები, ასევე მთლიანად საზოგადოება. ანექსიის საფრთხემ კი არ უნდა დაგყოს, არამედ უნდა გაგვაერთიანოს. რამდენადაც ერთადერთი გამოსავალი და პასუხი რუსეთის ამ ქმედებებზე არის ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ქვეყნის ევროპეიზაცია. ყველა მეტად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი სამშობლოს დემოკრატიზაციის, უშიშროების და სტაბილურობის მისაღწევად. ასევე მჯერა, რომ ევროპული და დემოკრატიული ქვეყანა იქნება მიმზიდველი ჩვენი აფხაზი და ოსი მოქალაქეებისათვის. ამიტომ დღეს მე მოვედი თქვენთან, რათა ქვეყნის ევროპეიზაციის ამ გადამწყვეტ დროს ვიყოთ ერთიანები და შესაბამისი რეფორმების დროული განხორციელების მეშვეობით დავაჩქაროთ ხალხის მიერ ჩვენთვის განსაზღვრული ამოცანის ქვეყნის
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესრულება. მადლობა ყურადღებისთვის. Panie prezydencie.